ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის ოფიციალურად დღეს წარადგენს. პარტიის ინფორმაციით ღონისძიება 9 საათზე მთაწმინდის პარკში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის. პრობლემები რასაკვირველი არსებობს, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების პროფესიონალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ნება გააჩნია კახა კალაძეს. და სწორედ აქედან გადაწყდა, რომ მის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს ქართული ოცნება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტიკორუფციული ორგანოსთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. მე ახლახან მოვაწერე ხელი დოკუმენტს. ტექსტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება. ეს ანტიკორუფციული ორგანოებისა და ჩვენი სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურების ნორმალური და დამოუკიდებელი მუშაობის გარანტია. წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამის არხზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეცვლის დროა. ორბანი ამბობს, რომ ბრიუსელი ევროპას ნგრევისა და ომისკენ მიაქანებს. უნგრეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირს დღეს აღარაფერი აქვს საერთო მის თავდაპირველ ღირებულებებთან, რადგან დღეს ევროპული ბლოკი წევრი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ერევა. უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის გეგმა დაამარცხოს რუსეთი ფრონტის ხაზზე და შედეგად რუსეთის ხელისუფლების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს სრული სიგიჟეა. ორბანი ომში უკრაინის გამარჯვებას არ არის რეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაა. სენატორებმა როჯერ უოკერმა და ჯიმ რიშმა მოამზადეს კანონპროექტი სპეციალური ფონდის შექმნის თაობაზე, რომელიც შეივსება უკრაინის ევროპული მოკავშირეების მიერ ამერიკული იარაღის შესაძენად. უოკერისა და რიშის მიერ შემუშავებული მშვიდობის აქტი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში მოკავშირეებისგან თანხების მისაღებად ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ამ თანხების გამოყენებას პენტაგონის ხელმძღვანელი შეძლებს სამხედრო კონტრაქტორებისთვის შეკვეთის დასაფარად, რათა შეივსოს ამერიკის შეერთებული შტატების მარაგი და გააგრძელოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. სენატორები ვარაუდობენ, რომ ფონდი ყოველწლიურად 5-დან 8 მილიარდ დოლარამდე შეაგროვებს, ხოლო მის მთავარ დონორებად შესაძლოა გერმანია და დიდი ბრიტანეთი იქცნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იმ ქსელს, რომელიც ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ტრანსპორტირებას ეწევა. ეს ქსელი ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და მსოფლიოში სხვა პროდუქციის ტრანსპორტირებით არის დაკავებული. საქონელს ათეულობით მილიარდი დოლარის შემოსავალი მოაქვს, აღნიშნავენ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. კანადის პრემიერის განმარტებით ღაზის სექტორში შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე, რომელზედაც ისრაელია პასუხისმგებელი სწრაფად მოქმედებაა საჭირო. კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს 2025 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, განაცხადა კარნიმ. ინგა ბერაძისა და გიგი გეგელაშვილის მუსიკალური სტუდია ფესტივალზე ფერადი ზაფხული აჭარა 2025 წარსდგა. პატარებმა პედაგოგებთან ერთად ულამაზესი ჰანგები შეასრულეს. ღონისძიებაზე გაჟღერდა ყველასათვის ნაცნობი სიმღერები ქართულ და უცხოურ ენებზე. საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. გიგი გეგელაშვილისა და ინგა ბერაძის სტუდიას სექტემბრიდან კიდევ ერთი ფილიალი ემატება. ვარკეთილსა და გლდანის ფილიალებში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.